რა საერთო აქვს ამ smartphone-ებს? სამი მათგანს აქვს eSIM მხარდაჭერა. რა არის eSIM და რა სახის კომფორტს თავაზობს იგი მომხმარებელს? მარტივად რო ვთქვათ, eSIM-ი იგივე სიმბარათია, არა ფიზიკურ მდგომარეობაში. eSIM-ს ციფრულად ააქტიურებ. ამისთვის დაგჭირდება QR კოდის დასკანერება ან ოპერატორის აპლიკაცია. ახალი თაობის smartphone-ებში უფრო ხშირად ვიხილავთ სრულად eSIM-ზე ოპერირებულ gadget-ებს. Smartphone-ების წარმოების თვალით რომ შევხედოთ, ფიზიკური სიმბარათის უჯრის გაუქმების შედეგად ჩნდება ახალი შესაძლებლობები. მაგალითად, დამატებითი სივრცე შეიძლება გამოყენებული იქნას უფრო დიდი ელემენტისთვის და ახლო მომავალში შეიძლება ხელი შეუწყოს უკეთესი კამერის სენსორის დაყენებასაც. ეს ჩვეულებრივი ნომერია, რომლითაც ახორციელებს ზარებს და აგზავნი მესიჯებს. და რა თქმა უნდა, სასრულ ტარიფს eSIM-ზე ჩვეულებრივ გააქტიურებ. მთავარია smartphone-ს ჰქონდეს eSIM მხარდაჭერა. მოგზაურობისა შენი ერთგული თანამგზავრია. eSIM-ის საშუალებით შეგიძლია მარტივად და სწრაფად დავკავშირდე ადგილობრივ ქსელებს. უცხო ქვეყანაში SIM-ის ძებნა არ გჭირდება, მარტივად აინსტალირებ eSIM-ს და სარგებლობს სასურველი სერვისებითა თუ პაკეტებით. საკუთარი სიმბარათის დაკარგვის რისკი აღარ არსებობს. ინარჩუნებ შენს ნომერს და პარალელურად იყენებ იაფიან ადგილობრივ ქსელებს. დაცული ხარ, რადგან eSIM-ი smartphone-შივეა ჩაშენებული. შეგიძლია მისი დისტანციური მართვა თუ კი smartphone-ი მოგყარეს ან დაკარგე. და რაც მთავარია, უფრთხილდები გარემოს, რადგან არ იყენებ პლასმასის ბარათს. სულ ეს იყო. ნახვამდის!